ჩემი თბილი სალამი, ჩემო ძვირფასო ადამიანებო, ყველას გესალმებით. თქვენ მოხდით ხურუმი ქალის ტაროზე, არ ვიცი. დაგეგმილად თუ შემთხვევით, სრულიად შემთხვევით, მოკლედ ყველა ვერსიაში, თეა გმასპინძლობ, თუ მოგეწონათ ჩემი გვერდი გამოიწერეთ და თუ არ მოგეწონათ, რასაკვირველია, შეგიძლიათ გადახვიდეთ სხვაგან, იქ სადაც დიდი არჩევანია. მაშასე, ჩვენ ახლა უკვე ვიცით რა საქმეზედაც ვართ შეკრებილები, იმიტომ რომ ანონსმა მაინც თავისი ხნა. ანოტაცია წაკითხულია და 2025 წლის მე-7 თვე ივლისის 31 დღეს ზოგადი მაჩვენებლები ტარო პროგნოზირების კვალდაკვალ უნდა გავაკეთოთ. მაშასე, თქვენს წინაშეა 3 კოლოდა, აი შევარჩიე 3-ვე, ვინც ტაროში ერკვევა, ცოტა მაინც თქვენს წინაშე წარდგა თითქმის 1 ციკლის 3-ვე დასტა, პირველი, მეორე და მესამე, რომელიც ასე ვთქვათ, ვიჩ, ანუ ჯადოქარი, ანუ ალკაჯიც ითარგმნებათ, მაგრამ შეგაშინდებათ კეთილი ჯადოქრების კარტია. პირველი ეს არის მწვანე ჯადოქრის, მეორე არის ყოველდღიური ჯადოქრის და მესამე არის ჯადოქრის ბაღის, ჩემო ძვირფასებო. მაშასე, ვისაც გიყვართ ბაღი, ვისაც გიყვართ მცენარეები, ვისაც გიყვართ ასე ვთქვათ, ფაქტიურად სულ სიმწვანეებში ვართ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ზუსტად რომ აღნიშნული თვე შუა ზაფხულისა არის სიმწვანეში და ენერგიაში დაფრქვეული. მაშასე, ზოგიერთებისათვის იწყება შვებულების პერიოდი და ვნახოთ ეხა ვინ როგორ უნდა განკარგოთ. დავიწყოთ. ვინც პირველი ვერსია აირჩია, აი ეს ვერსია აირჩია, აი თქვენთან ერთად ეხლა გავშალო დანარჩენი 2 თბილად და ტკბილად ისვენებს და მე ეხლა თითოეულ მათგანს აუცილებლად წარმოვადგენ. მაშასე, როგორ იქნება ივლისი? პირველი ზოგადი ტენდენციები. კი ბატონო. მეორე რა კარგი შეიძლება მოიტანოს აღნიშნულმა თვემ. კი ბატონო. იქ სადაც კარგია არის ბლოკები, რაში არ იქნებით მაგრები, სად არის თქვენი პოტენციალი თანხების, ფინანსების, მოდი ეს ვთქვათ, და პირადი ცხოვრებაც მივაყოლოთ, რატომაც არა. ასევე მთავარანგელოზების ორაკული დამეხმარება და ვნახავთ, რომელი მთავარანგელოზი ინებებს თქვენთან მოსვლას, შემდეგ ეს ყველაფერი შეგიძლიათ დასკრინოთ და გქონდეთ ერთი თვის განმავლობაში ტელეფონში და როცა გექნებათ რაღაც ისეთი კრიტიკული თუ კრიზისული მომენტი, აუცილებლად ჩემო ძვირფასო ადამიანებო, მიცეთ მას საშუალება დაგეხმაროთ. ვიწყებთ თქვენთან ერთად ამ ყველაფერს სიამონებით ვიწყებთ. მაშასე, ვისაც აქვს პირველი ვერსია არჩეული, დავიწყოთ ზოგადად როგორი იქნება ის თვე. მოკლედ თქვენს წინაშე წარდგა ისეთი მაღალი არკანი, როგორიც ბრძანდება ჩემო ძვირფასო ადამიანებო სამყარო. მოკლედ აქ რას ხედავთ? აქ ხედავთ სიტუაციას, როცა სიბრძნის და ასე ვთქვათ, გამრავლების, ბედნიერების, ზოგადად ეს წარმოდგენილი არის როგორც ჩემო ძვირფასებო World Tree ასე აწერია, ანუ ეს არის რაღაცა მსოფლიო ხე. ხე ზოგადად ეს ამის საკვირვება ძალიან ხშირად მიყვარს, ასახავს ჩვენს ცხოვრების სართულებს, ეს არის ფესვები, რომელიც ჩვენი წინაპარია, თვითონ ტანი, ეს არის ადამიანი ჩვენ და ეს კიდე შთამომავლობა, რომელიც უკვე მის მსხმოიარე ნაწილზეა. აი ისე რაღაცნაირად ხო იცით რომ ხე არის სიცოცხლის სიმბოლო. ძალიან კარგი არის, მინდა გითხრათ, აქ სადაც სიცოცხლეა, მტერიც არის, მოყვარეც არის, აი მტრის სახით ქვემოთ არ დავასახელებ, კარგადაც გადასარევათაც უყურებთ, მეტი შუქი ხო არ გჭირდება. აბატონო, თუ შევანაცვლოთ შუქები, უფრო კარგი და კომფორტული რო იყოს მზერანი. რაღაცა ვფიქრობ, რომ ესე ჯობია. კი ბატონო, ესე ჯობია. დამშვიდა უფრო თვალი. ნახოთ, რა გაგრძელება იქნება და თქვენ კარგ ენერგიაში რა გაგდებთ და სად და რა ვითარებაში მოხდება ამ კარგი ენერგიის ტრანსილირება. და ეს არის ჩემო კარგო ადამიანებო, ასეთი მშვენიერი ქალბატონი, დამაჩკა, რომელსაც ხელში კვერთხი უკავია, ესე იგი ის არის კვერთხების მეფე. დედოფალი უკაცრავად, კვერთხების დედოფალის დიდი ტემპერამენტი, მისი შინაგანი მხურვალება, კარგი გაგებით, მისი ცოტა ვეძმაჩკობა, მას უყვარს არც მეტი არც ნაკლები ეზოთერიკასთან დამეგობრება, ის არის ძალიან სიცოცხლის მოყვარული, არ არის გამორიცხული, ეს არის კარის კარტი, ჩემო კარგო ადამიანებო და არ არის გამორიცხული თვითონ თქვენს
ერთ თვის მთავარ მოქმედგმირად ეს იყოს თქვენი მეგობარი, ეს იყოს თქვენი, რა ვიცი, დაიკო, შეიძლება დედიკო, ანუ ისეთი ადამიანი, რომელსაც ძალიან მაგრად ენდობით და აქვს მას ძალიან დიდი როლი ამ თვეში, ან თავისას მიგიპატიჟებს, ან საჩუქრად რაღაცას გამოგიგზავნით, მოკლედ ძალიან ბევრი კარგი რაღაცას შეიძლება მოასწავებდეს. ეხლა იქ სადაც გაქვთ ივლისში ბლოკები პირველო ვერსია და ეს ჩემო ძვირფასებო არის სან. მზე, ну, ასე იგი ბლოკი პირდაპირ მნიშვნელობითაც გავიგოთ და გადატანითაც და მზე ასევე პირდაპირათაც გავიგოთ და გადატანითაც. რას ვხედავთ, აქ არის გადასარევი პეიზაჟი, სოფლის ვერსია, დიდი სიამოვნებით ვიცხოვრები, ხალხო ვინმეს არა გაქვთ, კაი სოფელი. დამპატიჟეთ სიამოვნებით წამონ მე რა ვიცი დედით და მამით სამგზის ქალაქელი რატო ვიჩაგრები ასე რატო მომიწი ამ ასფალტზე ცხოვრება მთელი ჩემი შეგნებული თუ შეუგნებელი აი სულ არა მაქვს სოფელი და ვიტანჯები და რატო ჩამოვარდი ახლა ეს სიტყვა ეს არაჩვეულებრივი პეიზაჟი ეს პანორამა რაღაც ფანტასტიკური რომელზეც დიდი სიამოვნებით გაუზიარებდი ახლა ზაფხულის გარკვეულ ნაწილს პირდაპირ მნიშვნელობითაც აღენიშნება მზე ამოვიდა ჩემო ძვირფასებო მზე გეკძალებათ დიდი დოსით. მზესთან ურთიერთობა შეიძლება იყოს, ну, ივლისი ახლა უხსენება გაგვანებიროს მზებით, მზიერი ამინდებით და რაღაცნაირად ამ თემასთან მიმართებაში გაქვთ ესეთი ჩაკეტვა. ან არ გინდოდეთ, ან დოზა და ზომა იქონიეთ, როცა ნარუ ესეთი ეგრეთ წოდებული ზაგარი, ანუ ნარუჯის მიღებას გადაწყვიტავთ. ჩემო კარგო ადამიანებო, ძალიან ისეთი გავრცობილი მნიშვნელობა აქვს მზეს, ცოტა ეგოცენტრული მოვლენების თავში ავარდნებდი ეგრეთ წოდებული ტემპერამენტიც გაქვთ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოდი ესეთი ზომიერება გამოვიჩინოთ მზესთან მიმართებაში, როგორც პირდაპირ ისე გადატანითი მნიშვნელობითაც. კი ბატონო, ეხლა გადავიდეთ ისეთ თემაზე, როგორიც არის ფინანსები. ჩვენ ფინანსებზე ვთქვით, მეოთხე კარტი და აქ რა მოვიდა? აქ არის ხუთიანი თასები, ჩემო ძვირფასებო. რა ვიცი, რო გითხრათ, რომ ამ თვეში ფინანსები იქნება, მე ვერ ვიტყვი, რომ ფინანსები არ იქნება, მაგრამ აშკარად დაიწუწუნებთ, რომ წინა თვეში და წინა თვეებში უკეთესი იყო. იმიტომ რომ ზოგადად ხუთიანი თასები არის წუწულის, მიტირილის, წარსულზე ჩაციკლის, აი რაღაცა აი გოგონას იღებდა უკან შავი კურდღელი უდგას, ხვავრილების სიმბოლოა და სიმძავრის სიმბოლოა, ბატონი კურდღელი, მაგრამ ის მაინც, რა ვიცი, თავის ზურგს აქცევს ამ ყველაფერს და ფიქრობს აქცევს თან წყალს. რაღაცა აი როგორ რაღაცა იცი, თქვენი ფინანსური მდგომარეობის რაღაცა უდიერად მოპყრობა შეიძლება იყოს, აი რაღაცნაირად აი ფეხებზე ვერ დაიკიდოთ ვერანაირად, მაგრამ ცოტა ასე ვფიქრობ, რომ გულაცრუებული თემა გაქვთ, უმადური თემა გაქვთ ფინანსებთან მიმართებაში. ეხლა ვნახოთ პირადი ცხოვრება, გოგოებო, როგორი გვაქვს ივლისში. და King of Wands, ანუ ეს უკვე არის მაგალითი იმისა, რომ კარის კარტები თქვენთან აშკარად ჭარბობს, აქ ქალბატონი ცეცხლის დედოფალი ამოვიდა, აქ კიდე უკვე ყავს ცეცხლის მეფე. ეს არის ჩემო ძვირფასებო გმირი თქვენს ცხოვრებაში, თქვენს პირადში. ეს ქალბატონი, რომელიც შეიძლება თქვენი პარტნიორია, შეიძლება თქვენი ქმარია, ანუ შეიძლება თქვენი შეყვარებული, ან შეიძლება საერთოდ არ იცნობთ და ეხლა მოგბრძანდებოდეს, კონდეს ეს დიდი პერსპექტივა, რატომაც არა. პირადი ცხოვრება, რო გითხრათ სიმართლე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს წესითა და რიგით მოდუნებული. საერთო ჯამში მე ვფიქრობ, რომ აღნიშნული თვე, ივლისი, პირველი ვერსიელებისათვის საკმაოდ მზიანია, საკმაოდ ღალისწინანია, საკმაოდ ზაფხულურია, მოდი ასე ვთქვათ, მოუღოთ მზესთან ურთიერთობას მოერიდეთ. ნახოთ ორაკულში რომელი ანგელოზი მობრძანდა, ურიელი, ჩემო ძვირფასებო, შეგიძლიათ აი ეს, რა ვიცი, როგორ და რა ვითარებაში ტექნიკურად ცოტა არა ვარ, მაინც ესე პრაფანი უფრო ვარ. თქვენ ესე დაასკრინოთ და მთავარ ანგელოზ ურიელს თხოვოთ ამ თვის განმავლობაში მფარველობა არ მოგაკლოთ. აი ძალიან ლამაზად ბაც ცისფერში გევლინებათ მისი სიდიადე და მფარველობა. მიყვარხართ ძალიან, ძალიან დიდ პატივს გცემთ, მადლობა მთელი სიტყვებისა და ნდობისათვის უპირველეს ყოვლისა, რასაც ჩემი მისამართით აშკარად ბლომად იჩენთ. პირადი ურთიერთობებისთვის განკუთვნილი დრო არ წყდება, იგრძელდება არასოდეს 24 საათის განმავლობაში ჩართულია ჩემი საკონტაქტოები, მომწერეთ და თუ რამე პრობლემები გაქვს, ერთად მოვაგაროთ. ეხლა ამ ეტაპისათვის არა გვაქვს აქციები, მაგრამ მე მაქსიმუმს გავაკეთებ იმისათვის, რომ ვისაც ძალიან გჭირდებით, შემომეხმიანეთ და
ასე ვთქვათ, ზაფხული ერთად დავგეგმოთ. მოკლედ, ყოველდღიური ვეჯმა, ყოველდღიური ვიჩი, ყოველდღიური ჯადოქარი გოგო. ნახოთ, რას გვეუბნება მეორე ვერსია. დავიწყოთ ივლისი. არის ვერსია ესეთი პირველი კარტზე ვილაპარაკოთ როგორც ასეთი. ზოგადად როგორი იქნება ზოგადი მაჩვენებელი, კარგი ენერგიები ჩემოკარგებო, ასევე ვაიმე რაღაცა ორი გაფრთხილება წამოვიდა და რატომ ეთქვა უარი, არ ვიტყვი უარს, რაღაცაზე გაფრთხილებენ მეორე ვერსიელებო. გავიდეთ ორჯერ გაფრთხილებენ, მოკლედ, ფინანსებში გავიდეთ და გავიდეთ ასევე პირად ცხოვრებაში, რაც საყვარელი, ჩემი საყვარელი ფისოები ახატია და ჯადოქრის ქუდი. ცოცხლზე გადამჯდარით სხვათა შორის ზოგ-ზოგიერთები. მე არა ოღონდ. თუ მეც ცოცხლზე გადამჯდარად ზოგ-ზოგიერთები შეიძლება კი ვყავარ ასე წარმოდგენილი. ძალიან ცდებიან თუ ეზე ვყავარ წარმოდგენილი. სადღაც მომწონს კიდეც რომ ჩემ ძლევამოსილებაზე მითები დადის. გადავიდეთ ახლა პირდაპირ საქმეზე და წამოვიდეს არც მეტი არც ნაკლები ზოგადი ტენდენციები. რა არის ჩემო ძვირფასო ადამიანებო? მინდა გითხრათ პირდაპირ გაჯახოთ. როგორც ვიტყვიათ ასე რაღაცა ხალხო ამ ლირიულ და ცოტა იუმორისტულ ფონს უზავებ. არ შეიძლება სხვანაირად. აი მტერი დასერიოზულდა იმ დონეზე რომ კრიჭა შეეკრას. არა, ოდი გადავიდეთ ისე რომ ტარომ თვითონ უნდა მოგცეს დადებითი ენერგეტიკა, რადგან თვითონ უნდა გვახალისოს და უნდა გადაგვრთოს კარგ ტალღაზე, რომ მარტივად გავუმკლავდეთ ისედაც პრობლემა აღრეულ ცხოვრებას. შვიდიანი თასებში დაბნეულობას ხედავთ ჩემო კარგო ადამიანებო. აქ რას უყურებთ და გოგონა რომელსაც აქვს სურვილი რაღაცა შეიძინოს, ნუ ახლა მოსული ბრძანდება რაღაც ესე თქვა პატარა მაღაზიაში და შეძენა სურს ამა თუ იმ ნივთების, მაგრამ დაბნეულობას აქვს ადგილი. ვერ გაიგო რა გააკეთოს, ვერ გაიგო რომელ ზენდოს, ვერ გაიგოს რომელი არჩევანი და ემოციური ის გააკეთოს არიდანი, მოდი ასე ვთქვა. და რაღაცნაირად ამ თვის განმავლობაში ბევრი რაღაცის გაკეთებას მოინდობებთ, იქაც გინდათ შეიძლება. რაღაცის გაკეთება არა, წასვლაც გინდათ. აი მე მაგალითად თვაც მინდა, ბარიც მინდა, ტყეც მინდა, მინერალიც მინდა. აი ყველაფერს ვფიქრობ, რომ გავაკეთო და საბოლოო ჯამში ღმერთმა ერთი მაინც ამისულოს. ასეთი ვერსია. მოდი ვნახოთ ახლა რა კაი ენერგიები მოდის ივლისის თვეში. რა გინდათ ხალხო? კარგი ენერგიები ის არის, რომ თქვენ თვითონ საკუთარ თავს მე ასე ვფიქრობ, ნუ ვარსკვლავი ესე თამაშობს ხშირ შემთხვევებში, შეიძლება კარგად ადგახართ, იმიტომ რომ აქ თქვენ ხედავთ, გადავარდა რატომ ცანცარებს. გოგონა, რომელიც თავისი გრაციოზული, ასე ვთქვათ, იერსახით გამოიჩნევა, ვარსკვლავი ყოველთვის ვიზუალურ სილამაზეზეც მეტყველებს, თავის მოვლაზეც მეტყველებს, კარგი იქნება ჩემო ძვირფასებო ოცნებების ახდენა, რაღაცა შორეული ოდნავ, მაგრამ მაინც. ბევრს ვერ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ არ მინდა გადაგღალოთ, პირადში ერთი საათი ვსაუბრობთ. ეხლა რა შეეხება ჩემო კარგებო, ორ აკრძალვას. რა გეკრძალებათ, რა არ გინდათ ამ თვის განმავლობაში. რა არის ისეთი, რაც ვამბობთ, რომ არ გვინდა ამ თვის განმავლობაში. ახლა შუქი გვინდა აშკარად და ჭtildeში ყოფნა ნამეტანი არ არის ჩემი საქმე. კაი, დავიწყოთ პირველით. ნუ ამ შემთხვევაში ეს არის ხუთიანი პენტაკლები. ხუთიან პენტაკლებში ვხედავთ, აი, ზამთრის პეიზაჟს, სადაც ქალბატონი და მისი პატარა გოგონა მოდიან და სივათ აშკარად, ტკივათ აშკარად, შიათ. აშკარად ხარჯვა, ხალხო, მოფრთხილება, იმ რესურსების, რაც გაქვთ ეხლა, ასე ვთქვათ, ხელფასიდან ხელფასი და პალუჩკი რო იტყვიან. და შესაბამისად ამისა ჩვენ აუცილებლად გვინდა გაფრთხილება. გეუბნებიან, რომ შეიძლება ფული ისე შემოგეცალოს, რომ უკან მოხედვაც მერე იჯავროთ და გაგიჭირდეთ. გარდა ამისა, ფინანსების სხვა კუთხით მოვლა,საც ასე ვთქვათ, გულისხმობს ეს კარტი და ეს შეიძლება იყოს ნუ რაღაცა ესეთი აღება გაცემასთან დაკავშირებით და მეორე არის უკვე კარის კარტი და ეს არის რა გადაგუკიდა რაღაცა ეს ცეცხლის ანუ კვერთხის მეფეები დღეს არიან ცეცხლი, ტემპერამენტი, დაუდგრომლობა, სრულების ასრულება, ქარიზმატულობა. ნუ ეს არის ამ შემთხვევაში აკრძალვის კონტექსტში მამაკაცი, რომელთანაც ფრთხილად უნდა იყოს. შეიძლება მოვიდეს და გთხოვოთ ან ფული მასის გადავი შეგაცოდოთ ან ეს მინდა ფულზე არა ლაპარაკი. რაღაცა მოუნდეს ისეთი ძვირადღირებული ან გაგიბრუოთ თავი ამას ვიზამ იმას ყოველ შემთხვევაში ორივე ერთად რო დაეცა მაინც ფრთხილად იყავით მე ასე ვთქვი გადავიდეთ ახლა მოდის ფინანსები რომელიც აგეგა გაფრთხილეთ როგორი შემოსავალი გექნება
ხუთიანი ამოვიდა მაღალი არკანებისათვის. ძალიან ჭკვიანურად უნდა მოიქცეთ. თქვენ წარმოიდგინეთ, ხართ ეს ორი მოსწავლე. აქედან ჭკუის მასწავლებელი აქვს მედიტაციას ასწავლის, ქალბატონი იოგა და მე ვფიქრობ, რომ თქვენ ამ მოსწავლეთაგან რომელი ხართ, რომელმაც ასე ვთქვათ, კარგი მიმართულება უნდა გამოფული იქნება. მე ვერ ვიტყვი, რომ ფული ამ თვის განმავლობაში არ გექნებათ, უბრალოდ ეს მომენტი არის, რომ ზუსტად, ვინც დაუჯერებს, კარგად ისწავლის მედიტაციას და მე მის შედეგებით დატყვება და ვინც ვერ დაუჯერებს და ვინც წავა რაღაც სხვა ფანტაზიებში და სხვა სისულელეებში გაჰყოფს თავს, მიხვდება, რომ ჩიხში მოექცა. პირადი ცხოვრება როგორია გოგონებო, მათთვის. პირად ცხოვრებასთან მიმართებაში ივლისის თვე მეორე ვერსილებისათვის მანდა მაინც ხელფეხ გახსნილი და აცეკვებული არ არის. თქვენ უყურებთ აქ ქალბატონს, რომელიც თვალშეკრული, ხელშეკრულია და იქ ტყვეობაში არის, ხმლების ტყვეობაში. რაღაც ამოუთქმელია, რაღაც გინდათ გააკეთოთ და ვერ აკეთებთ, ან არ აკეთებთ, აი დაბნეულობა, რომელიც პირველ გაფრთხილებაში ამოგივიდათ, აშკარად რაღაც პირად ცხოვრების თემებში გაქვთ ამ თვის განმავლობაში. კი ბატონო და ამაზე გაბრაზებული, რომ ვერაფერს ვერ აკეთებთ, თქვენი ვერ გაგაქვთ, ადგებით და საკუთარ გარეგნობაზე იყრით ჯავს. კაი გაგებით ასაკურილებ, მე მომწონს ეს мотивация, როცა რაღაც არ გამოგდის, რომ მე სასიკეთო კუთხით ლაგდება. ანუ რაღაცა ჯინაზე რო გააკეთებ, კაის. ნახოთ ახლა რომელი იქნება თქვენი თვის ანგელოზი და ეს არის შეინახი, ჩემო ძვირფასებო, მაღალი რანგის ანგელოზი, რომელიც შეგიძლიათ ამ თვის განმავლობაში თქვენს ტელეფონში დაგქონდეთ და როცა რამე გიჭირთ, მას უთხრათ და მფარველობას თხოვოთ, დასკრინოთ, ესეც გადასარევი ვერსია. ძალიან უყვარხართ თეას, ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის, რომ დაალაიქეთ, ან ახლა ამ პროცესში უკვე ალაიქებთ, ან გავიწყდებოდათ და ეხლა მე შეგახსენეთ და უი არ დამავიწყდეს, ასე ჩაილაპარაკეთ. მადლობის მაგიერია, ზუსტად იცოდეთ, ესეც თქვენი ერთგვარი გადახდა. ჩემო ძვირფასებო, მიხوارაფერს არ გთხოვთ ახლა ამ ეტაპზე, ეს ყველაფერი თქვენთვის უფასოა, ვინც ჩემთან ვერ მოდის ფასიან კონსულტაციაზე. და კითხვებს რო დასვამთ, ცოტა მიკვირს ხოლმე. ფასიანია? პირადი კონსულტაცია არის ფასიანი, ხა რამდენ რამეს ანგარები სკალაში ვაკეთებ, მე ვფიქრობ, რომ ესეც რაღაცნაირად დასაფასებელია. რა ვიცი, თუ არ დააფასებთ, მე სხვა რაღაცთან მიმართებაშიც გექნებათ ცოტა არ იყოს და პრობლემები. ეხლა გადავიდეთ უშუალოდ საქმეზე. მესამე ვერსია, ვინც შეიფიქრეთ, ეს არის უკვე ჯადოქრის ბაღი. აბა ბაღში ვის უყვარს სეირნობა? როგორ იქნება 2025 წლის მე-7 თვე, ანუ ივლისი, ხალხო. მოდი ვნახოთ, რა ლამაზია, ნახეთ, რა საყვარელია. აი ჩემი თითების ეგრეთ წოდებული ტატუაჟის ანალოგია. რა ლამაზი ვართ, აი დამშვიდდა თვალები, რაც მაინტერესებს და მინდა რომელღაც აი ამ გაშლამ რატომაც ვინც ბაღში ვარდები, ვარდების კონა, უნდა გაკოცოთ ჩემო გოგონებო. მოდი ვნახოთ ბაღში რა ხდება. ვიჩის ბაღში, ჯადოქრის ბაღში რა ხდება. დავიწყოთ ივლისის ზოგადი იმიტომ ხდება, იმიტომ მომეწონა, იმიტომ რომ მომივიდა გულზე, იმიტომ აუფეთქდი ეს, იმიტომ სიმპათიებით დავიღვარე, პოზიტიური ადრენალინის დიდი ბუხ დავიძახე. დიახ, ეს თვე იქნება აშთანბეშტავი და დასამახსოვრებელი. ეს თვე მოусვენ დრომისკენ გეპატიჟებათ, გეუბნებიან რომ აკეთე, არ გაჩერდე, გაიდეები. ასევე პირადი ცხოვრებისთვისაც კარგი იქნება. აქ ცოტა გველი ბრძანდება და კინა უნდა რომ გიკინოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამის საშუალებას არ მიცეთ, პირდაპირ ცხვირი მოაწვით, არ ამკითხე მოამბესა. კარგი, ეს არის ივლისისთვის ესეთი პოტენციალი და თქვენი კეთილი ენერგიები რა არის. აი, ნამდვილად არ ჩერდებით. აი, ზუსტად ის, რაც გიზგიზებდა, თქვენ გაამრავლეთ და აი, რვად გადააქციეთ. ეს რვიანი კვერთხებია, რვიანი კვერთხები სიჩქარეა, რვიანი კვერთხები ტემპერამენტია, ვერკითხები, რაღაც ასტყოსნილი საქმის ჩქარა გაკეთება, რაღაცა სიჩქარებთ, რაღაცა ყველგან გინდათ მოედოთ, რა გეკრძალება თողონ ამ სიჩქარეში, ჩემო კარგო ადამიანებო, ხუთიანი კვერთხი. აი ამ თემასთან მიმართებაში, როგორც ისეთი იქნება, კვერთხების ენერგიაში ხართ, მესამე კარტში უკვე ხართ ცეცხლის ენერგიაში. მესამე ვერსიელებო გეგრძალებათ ნამეტანი, ასე ვთქვათ, აქტიურობა და სხლების ზონაზე გადასვლა, იმიტომ რომ იქ სადაც არ ფასდება
მე არ ვამბობ რომ ვიღაცას არაფასებთ ან რაღაცა, მაგრამ უბრალოდ ვიღაცა ვერ გაგიგებთ ამ თქვენს დიდ და აწყვეტით, ასე ვთქვათ, სიტუაციას დაახვედრებს თავის კონკურენციას. Ну, შეიძლება ზოგადადაც, მოდი ასე ვთქვათ, ცოტა არ იყოს მოხდეს რაღაცა საპირისპირო სიტუაციებში გახლართვა და კონკურენციის ხარჯზე ცოტა კონფლიქტები და გამიშვა გამატარი არაჩემია და არაჩემი აჩიტები ვერ იყოფენ ჭიაღუებს. ხო ასეა. მოდი ვნახოთ ფინანსებში რა ხდება ივლისის თვეში. 5 cups ეს მეორეჯერ ამოვიდა უკვე ეტყობა საფხული ესეთი რაღაცა გეხარჯებათ ეს ფული ამ გადაადგილებებში ამ ექსკურსიებზე აი ამ პიკნიკებზე რა ვიცი ხო იცით ახლა გასვლების დრო არის ფული იქნება რასაკვირველია იქნება მაგრამ შეხედეთ 2 უკან აქვს წინ 300 აქვს მაგრამ რატომღაც ფიქრობს რომ ეს არ არის საკმარისი კიდე მინდა ამ წარსულში მეტი მქონდა და ასე რომ ეკონომიურად მოექცეთ ახლა რაც შეეხება პირად ცხოვრებას მესამე ვერსიელებისათვის აქ არის ისეთი კარტი როგორიც არის რვიანი პენტაკლი რუტინა გაქვთ პირად ცხოვრებაში აქ პენტაკლების ენერგიაში გადადით რვიანი მონეტა ზოგადად არის ძალიან ესე თავდადებული და თავაუწეველი შრომა აი პირად ცხოვრებაში შეიძლება მოგიწიოთ რაღაცების გაჩალიჩება, რაღაცების გაკეთება, დაწყობა, რაღაც თავის კალაპოტში მოქცევა, რაღაცაზე ზრუნვა და აი რაღაცა აი პირადი ცხოვრების ფერხულში ჩაბმა ბევრისთვის ახლა სხვადასხვანაირად ითამაშებს სხვა შეიძლება ასეთი მაღალი არკანი არა მოგივდათ ისე მესამე ვერსიელებს ბაღში ძალიან რუტინაში ხართ და ნახოთ ბოლოს რაც დაგპირდით ეს არის მაღალი ანგელოზის კარტი რომელიც არის ჩავაკინი ჩავიაკიან აი ესეთი ასე გამოიყურება მაღალი ანგელოზი ეს წყალობა მოდის ზემოდან ხალხს არწყულებს და თავის ზომიერებითა და სიმშვიდით ადამიანები ბედნიერდებიან და თქვენს მოგიტანოთ ამ ყველაფერმა დასკრინოთ შეგეძლიათ. დიდი მადლობა რომ ხართ ჩემთან, დიდი მადლობა რომ აქტიურობთ, დიდი მადლობა რომ ქურუმი ქალის ერთგულები ხართ, ალაიქებთ, აზიარებთ და ენერგოგაცვლებისთვის მზადა ხართ. ასევე სხვა რიტუალებზე, დახმარებებზე შეგიძლიათ მომმართოთ, ტაროს გაშლა თავისთავად იგულისხმება. ჩემი ტელეფონი უწყვეტად მუშაობს და უცვლელია, გინდ Facebook-ში, გინდ TikTok-ში ჯობია ისე მომწეროთ WhatsApp-ზე, WhatsApp-ი ჯობს, ან Viber-ი ჯობს, ან Messenger-ი ჯობს, მოკლედ ყველგან აქ inbox-ში და მოუგნებელი არაფერი არ არის. დამირეკეთ. ალო თეა, მე თქვენი დახმარება მინდა და თეა ყოველთვის მზად არის. მიყვარხართ გეფერებით და აი ამ ცეცხლის ალზე გაწმენდით და მშვენიერი კარგი ხასიათით გემშვიდობებით. ჟრიამულიანი, მშვიდობიანი და ზომიერად მზიანი ივლისი მინდა ხალხო გისურვოთ, გაკოცეთ.